ახლა კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს დიმიტრი ხუნდაძე, ხალხის ძალის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დიმა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებსაც. მაშინ, როდესაც შეიცვალა მიდგომები ამერიკის შეერთებულ შტატებში და სავარაუდოდ შეიცვლება ევროპაშიც მიდგომები, ყოველ შემთხვევაში ასეთია მოლოდინები. რატომ დგება დღის წესრიგში უკვე მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამკაცრება? აი, რა კონკრეტული სამიზნე აქვს ახლა მიღებული კანონის შეცვლას? კონკრეტული საფრთხეების პრევენცია ხდება თუ უბრალოდ ამერიკულ სტანდარტებზე მორგება? კი ბატონო, ნებმომეცით სანამ ამ კონკრეტულ კითხვას გავცემ პასუხს, თქვენივე დაწყებული საუბრიდან დავიწყო მეც ჩემი ასე ვთქვათ პასუხი ამ კითხვაზე. თქვენ თქვით რომ იცვლება ამერიკაში მიდგომები, სავარაუდოდ შეიცვლება ევროპაშიც. ეს რომ ასე იქნებოდა, სწორედ ამიტომ ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს იყო ლოგიკური, რასაც ვერ აცდებოდა ვერავინ, იმიტომ რომ დესტრუქციის ხაზი იმდენად უსამართლო იყო, რომ ასეთ უსამართლობას ისტორია არ პატიობს ხოლმე და ის თავის ლოგიკურ ხაზს მიყვება. რა მინდა ვთქვა, ის რაც დღეს ხდება, ამას ჩვენ უფრო ადრე ვსაუბრობდით ხალხის ძალა, როცა ვსაუბრობდით რომ საქართველოს ომში ითრემენ, რაც თავიდან ქილიკის საგანი გახდა ჩვენი მისამართით, მაგრამ ცოტა ხანში გახსოვთ ალბათ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი იგივე შიოდა რომ თურქეთს ითრებდნენ უკრაინის ომში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ რომ შიდა პოლიტიკა ეწარმოებინათ და გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუწდა ხელი და საკუთარი ილუსტრაცია მოახდინეს, როცა თითქოს იმ მიზეზით იყვნენ გამოსული ქუჩაში მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რომ თითქოს იცავდნენ ევროპულ ღირებულებებს და შემდეგ შეხვდნენ მოედან სცენაზე და განიზრახეს ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება. ჩვენ ვამბობდით მაშინ, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რაც გარე საკმაოდ ცუდ დაფინანსებას ღებულობს და მათი მიზანი არის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტრუქცია, რყევა, აურზაური და შეცვალონ ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილება ასეთ გარე დაკვეთებს. და თქვენ ხედავთ, რომ ამის ილუსტრაცია უკვე მოხდა და თან კიდევ უფრო დიდი ფასი ედება ამას, როცა მისი ილუსტრაცია ხდება სწორედ იქიდან, საიდანაც ჩვენ მაშინ ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. USAID-თან დაკავშირებით და ზოგადად დასავლურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენ ამერიკის მაშინდელ ელს პირდაპირ მივწერეთ, რომ რა იყო სტრატეგიული მიზანი მათი და რაში იხარჯებოდა გარედან საქართველოსათვის გამოყოფილი თანხები. ვთხოვდით მათ, რომ დეტალური ანგარიში წარმოედგინათ, რომ საზოგადოებას მეტი ცოდნოდა და ხედავთ, როცა მაშინ პასუხიც არ გაგვცეს, მაშინდელმა ელჩმა პასუხი არ იკადრა, მაგრამ ეხლა ამავე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად გამოაშკარავა ის და ის გარე დაფინანსებების რისკები, რომელიც არა მხოლოდ დესტრუქციის სამიზნე ქვეყნებისთვის წარმოადგენდა რისკს, არამედ ის წარმოადგენდა თავად ამერიკისთვის საკმაოდ მაღალი რისკს და მის ინტერესში არ შედიოდა. და ტრამპმა და ახალმა ადმინისტრაციამ პრაქტიკულად USAID და NED და არა მხოლოდ ისინი აღიარა როგორც კრიმინალურ ასე ვთქვათ დაჯგუფებად და ბუდეთ, საიდანაც ხდებოდა სხვა ქვეყნებში შიდა პოლიტიკური ჩარევები და ფინანსდებოდა ადგილს სხვა ქვეყნებში რევოლუციები. გახსოვთ ალბათ ფიცოც იგივე სჩიოდა და სხვათა შორის დროშიც ასე იყო, რომ ფიცოს ესროლეს მაშინ, როცა სულ რამოდენიმე კვირით ადრე მან დაიწყო სწორედ გარე დაფინანსებებზე აქტიური ჩარევა და გამოაშკარავებები. ჩვენ ვამბობთ, რომ არასამთავრობო სექტორი არ ემსახურებოდა ქართულ პოლიტიკას და ჩვენ ვამბობთ, რომ ამისათვის იყო აუცილებელი, რომ მეტი სიმართლე თქმულიყო და გამჭვირვალობა ყოფილიყო რეალური, რომ საზოგადოებას ცოდნოდა რაში იხარჯება ათეულობით მილიონი, რასაც რის ძირითადი გამწარი იყო არასამთავრობო სექტორი და ისინი ხშირად პოლიტიკურ სცენებზე ჩნდებოდნენ და იწვევდნენ რყევებს, აწყობდნენ აქციებს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამას ემსახურებოდა, მაგრამ მათი ქცევა ისევ მათთვის ჩვეულ პოზირებას
და იმ დავალებას, რასაც მათ აძლევდნენ და ამ ფულს მოაყოლებდნენ ხოლმე. USAID-ის დაფინანსება საქართველოს მიმართ აი ბოლო არჩევნების პერიოდში იყო 41 მილიონი დოლარი. 10 მილიონი დოლარი იყო მხოლოდ მედიის და ძირითადად ამ 10 მილიონის უდიდესი ნაწილი იყო ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბებინათ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ და სხვათა შორის ამერიკაში მე პარალელებს რატომ ვავლებ? ამერიკაშიც თქვენ ნახეთ, რომ ახალმა ადმინისტრაციამ და პირდაპირ ტრამპის განკარგულება იყო, რომ 4 ძირითად ტელევიზიას აუკრძალეს და გაუქმეს მათი სამუშაო ადგილები ვაშინგტონში. კი ბატონო. და პირდაპირ გამოაშკარავეს, რომ ისინი მათი ქმედებები და მათი მუშაობა არ ესადაგებოდა ქვეყნის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. აქვე გითხავთ, აი თქვენ ბევრი ანალოგი ჩამოთვალეთ და აქვე მინდა გკითხოთ. თავიდან თქვენ იყავით ამ ეხლა ის კითხვა რას თქვენ დიახ, გავაგრძელებ, იმიტომ რომ არ ჩაიკარგოს. თავიდან თქვენ იყავით ამ ფარას ანალოგის შემოღების ინიციატივით. რა ჩვენ ამ ორმა წელმა? ნაწილობრივ კი გაეცით პასუხი. რამდენად სწორი იყო მაშინ, აი უფრო რბილი კანონის შემოღება, მით უმეტეს არაერთხელ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმა უკვე შეასრულა მიზანი. რა ამოცანა ვერ შეასრულა გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ისეთი, რასაც ფარას ანალოგი შეასრულებს მაგალითად? კი ბატონო. აქაც მე შეგახსენებთ მოკლე პრეისტორიას, რომ როდესაც ჩვენ გამოვიტანეთ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არ მოგცეს საშუალება, რომ ის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა, ჩვენ მისი პრეზენტაცია წარგვედგინა და დასმულ კითხვებზე გაგვეცა პასუხი. ესაც იყო გამიზნული და შემდეგ ღიად, ასე ვთქვათ, ხმამაღლა გაჟღერდა მესიჯი, ეს იყო დავალება დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხარდამჭერი NGO-ების მისამართით, რომ არ წაიკითხო და გააპროტესტე, არ წაკითხვა იყო სწორედ ის, რომ არ ცოდნოდა საზოგადოებას თუ რაზე იყო საუბარი. და სწორედ ამ წაუკითხავად მოხდა გაპროტესტება, გახსოვთ ალბათ ეს აურზაური, მაგრამ მაშინაც ჩვენ ვთქვით, რომ კანონმა მიღებამდე უკვე თავისი ფუნქცია შეასრულა, რომ გამოააშკარავა ის დესტრუქციული აქტორები, რომელიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაზე, ფულად დაკვეთაზე დამოკიდებული და მათ არ ადუღიდათ ქვეყნის ინტერესები, ის რაც დასავლური იყო, აქ მას რუსული დაარქვეს და გახსოვთ ალბათ, როდესაც პარლამენტშიც საპარლამენტო მდივანი მაშინდელი პრეზიდენტის გამოდიოდა პარლამენტარები ჯიუტად უსვამდნენ კითხვებს, რატომ იყო რუსული, დაიღალა ის და ბოლოს აღიარა, რომ ეს არის რუსული, იმიტომ არავითარი პასუხი მას არ ჰქონდა. ჩვენ გახსოვთ ალბათ მაშინ, როდესაც იმ ვერსიას, რაც ყველაზე მსუბუქი იყო ფარას მსგავს არსებულ კანონებს შორის, ჩვენ შემოვიტანეთ ქართული კანონი, სადაც ის არ ეხებოდა ფიზიკურ პირებს, ის არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ის არ გულისხმობდა არასამთავრობო სექტორის გაუქმებას, მხოლოდ რეგისტრაციას გულისხმობდა. მაგრამ ამას რომ რუსული დაარქვეს, ამის საპასუხოდ ჩვენ მეორე ვერსიად შევთავაზეთ, ის რაც დღეს უმრავლესობამ და უმრავლესობის ლიდერმა გამოიტანა, ანუ პირდაპირი თარგმანი, პირდაპირი ასლის, სრული ანალოგი ამერიკული კანონის ფარას, ასე ვთქვათ, პირდაპირი თარგმანი. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ მაშინ, რომ წაგვეშალა ეს რუსულობა, მაგრამ მაშინაც არ მოეშონა მას, ის ამერიკულის რუსული იყო. თავარია, რომ ფარულობა არასამთავრობო დესტრუქციული ნაწილის, ესე იგი, ავიზრახვები ქვეყნის მიმართ და აგენტურული ქსელი არ შესუსტებული იყო, მათ ფინანსები არ მოკლებოდა და საზოგადოებას არ ცოდნოდა ის, რაც უნდა ცოდნოდა. რაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოება მიიცის, ის არ უნდა ცოდნოდა ქართულ საზოგადოებას. მაგრამ შეხედეთ, ჩვენ დავზოგეთ მაინც გავითვალისწინეთ ის რეალობა, რაც იყო და შემოვიტანეთ მსუბუქი ვარიანტი, მაგრამ ამ მსუბუქ ვარიანტში, რაც მხოლოდ რეგისტრაციას გულისხმობდა, აქაც ის მსხვილად დაფინანსებული ძირითადად აგენტურული არასამთავრობო ასე ვთქვათ სექტორი არ დარეგისტრირდა. და დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებას და იმის ასევე აუცილებლობას, რომ საზოგადოება მიცოდეს მეტი. მართალია ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ელჩმა შენიშნავიცა უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენო მეტი უნდა იცოდეთო, მაგრამ შეხედეთ თურმე
მეტი უნდა ცოდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მით უმეტეს ამას ჩვენ ვამბობდით, ამაზე კითხვებს სვამდით, მაგრამ პასუხი მათგან არ იყო, რომ თურმე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მათი გადამხდელთა ამერიკელების გადამხდელთა თანხები ათეულობით მილიონი და USAID-ის დაფინანსება არის 50 მილიარდიანი. სხვა ქვეყნებში თურმე ხშირად არამხოლოდ სხვა ქვეყნების საზიანოდ, არამედ თავად ამერიკის შეერთებული შტატების საზიანოდაც იხარჯება და სწორედ ამაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაცია. სწორედ ამიტომ გააუქმა ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ის ასე ვთქვათ მართველი რგოლი და გაუშვა სახში ლიდერები და მართველი ასე ვთქვათ წარმომადგენლები. აი ეს არის შეხედეთ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ახლა უკვე უფრო ღია გახდა, უფრო ნათელი და მტკიცებულების ხარისხი გაიზარდა, რამე თუ ამ მტკიცებულებაში თავად ის ქვეყანა ჩაერთო, საიდანაც ჩვენ საუბრობდით, რომ ამდაგვარი საფრთხეები მოდიოდა ჩვენი პატარა ქვეყნის საზიანოდ. ბატონ ჯიბა, ფარას ანალოგის მოქმედების შემდეგ ვინ იქნება სამიზნე? ან უნდა გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, ვისაც ეხება კანონი. მათ შორის იქნებიან ფიზიკური პირებიც და ზოგადად როგორია პრაქტიკა? როგორ მუშაობს ფარას ანალოგების სხვა პატარა ქვეყნებში, როგორ ფიქრობთ? დიახ. პრაქტიკა როგორია? ვინ იქნება სამიზნე და როგორ იმუშავებს ეს კანონი? ამის ასე ვთქვათ, მაგალითი უკვე გვაქვს, ის პრაქტიკაში საპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის 1938 წლის მერე მოქმედა, ეს ბევრი ცვლილება განიცადა და დღეს მოქმედი კანონი გვინდა რომ ჩვენს გადმოვიტანოთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით მსჯელობები ნახეთ, რომ ღიად იქნა შემოთავაზებული უმრავლესობის ლიდერის მხრიდან. და მე ვფიქრობ, ის რაც ამერიკაში მოქმედებს კანონი, ჩვენთანაც მოქმედებს, ვისაც ამერიკაში ეხება, ის აქაც შეეხება და რა შედეგსაც ეს კანონი აყენებს ამერიკაში და რა დაზღვევის მექანიზმი და რა დაზღვევის ხარისხიც მას ამერიკაში აქვს, ის ექნება საქართველოშიც. ისე რომ აქ არავითარი განსხვავება და მით უმეტეს რუსული თუ ეხლა რაღაც რუსული მოხსნეს და ირანულ ჩინურზე გადაერთო მათი PR სტრატეგია, ну ეხა ეს უკვე სასაცილოა. ეს არის დასავლური კანონი, ეს არის ამერიკული კანონი, ამაზე საუბრობს დღევანდელი ადმინისტრაციაც, ამას იყენებდა მანამდე არსებული ადმინისტრაციებიც და ახლა გამოვიყენებთ ამას ჩვენც. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ჩვენს ეთერში ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საუბრობდა